ისტორიაში. ერთადერთი შანსი რუსებს რაც შეიძლება კონდეთ, ეს არის უბრალოდ რომ პუტინი ჩამოაშალა ხელისუფლებას ამა თუ იმ ფორმით, ახლა ეს მათი გადასაწყვეტია და მერე დაუჯდნენ უკრაინას და მოელაპარაკონ ნებისმიერ პირობაზე და ერთადერთი პირობა რაც შეიძლება იყოს ამ დროს, ეს არის რუსული არმიის გასვლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის ყირიმიდან და უბრალოდ პუტინი რაც უფრო დიდხანს გაწელავს ამას და რაც უფრო მეტ საშუალებას მისცემენ რუსეთის მოქალაქეები მას რომ ეს სიგიჟეები აკეთოს, მით უფრო მეტ შანსს აჩენს რომ რუსეთი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, უბრალოდ აღარ არსებობდეს რაღაცა პერიოდის მერე, ხო, ეხლა თითქოს ახლა წარმოუდგენელი ჩანს ამ ეტაპზე, მაგრამ წეგავ ამბობდი რომ ისტორიისთვის არაფერი არ არის და თან ახლა წარმოუდგენელი ჩანდა კიდევ ერთხელ რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა. კი, 2021 წელს წარმოუდგენელი ჩანდა რომ უკრაინა მასიურად დაბომბავდა რუსეთს, ხო, მაგრამ დღეს ეს ჩვეულებრივი რეალობა. ასეთ რეალობა შეიძლება დადგეს, ჩვენ გვაქვს საუბარი ნეოკოლონიალურ ომზე, რომელიც არაერთხელ მიხსენებია, ხო? ეს არის მეტროპოლია, რომელიც ცდილობს რაღაცა მის ყოფილ კოლონია ისე უკან დაიმორჩილოს მეტროპოლია რომელმაც დაკარგა მისი სიდიადე ბჭყალებში და ესეთი ომები როგორც წესი მთავრდება ამ მეტროპოლიის საბოლოო დაშლით და იმპერიების დაშლით ასე ყოფილა უამრავი მსოფლიო ისტორიაში და ეს ბედი შეიძლება გაიზიაროს რუსეთმა იმ შემთხვევაში თუ ვიღაცა აი პრიგოჟინისნაირი იქ რაღაცა უცნობი პოლკოვნიკი არ გადაწყვეტს რომ საკმარისია ფრონტზე ხალხის ხოცვა და არ წავა როგორც პრიგოჟინმა გააკეთა პახოდ ნამასკოვ